მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე. მე ვარ მიშო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ C-Cleaner-ის შემსწავლელ კურსებს. გადავიდეთ მეორე კურსზე და უკვე დავიწყოთ პროგრამის გამოყენება. ჩავთოთ C-Cleaner-ი და როგორც ხედავთ, პირველივე გრაფაში გვიგდებს მის ერთ-ერთ ხელსაწყოს, რომელსაც აწერია Cleaner-ი. ეს არის გამწმენდი. Cleaner-ში გვაქვს ორი გრაფა მეგობრებო, ეს არის Windows-ის გრაფა და ეს არის აპლიკაციების გრაფა. მე გირჩევთ, რომ Windows-ის გრაფაში აბსოლუტურად ყველაფერი მონიშნოთ, ჩემო მეგობრებო, და აპლიკაციის გრაფაში შეგიძლიათ ასევე აქაც ყველაფერი მონიშნოთ, მაგრამ პირადად იმ ბრაუზერებში, რომელშიც ჩამახსოვრებული მაქვს ხოლმე პაროლები, ასე ვთქვათ, save password-ებს არ ვნიშნავ, რადგანაც არ მინდა ჩამახსოვრებული პაროლები წაიშალოს, მეგობრებო. დანარჩენს ყველაფერს ვნიშნავ და ვაწვევი analyze. როცა ანალიზი ბოლომდე გაივლის, მეგობრებო, 100%-ამდე ავა, ჩვენ უბრალოდ უნდა დავაჭიროთ run cleaners და შემდეგ დავაჭიროთ OK-ს. როგორც ხედავთ, იწყება გაწმენდის პროცესი, ჩემო მეგობრებო, რომელსაც მე ბოლომდე სამწუხაროდ ვერ გადავიღებ, რადგანაც C-დისკის გაწმენდაზე როცა გადავა, C-დისკი ნელ-ნელა აივსება, გაწითლდება, იმიტომ რომ ზედმეტ ფაილების მოშორებისას ასე ხდება ხოლმე. ამიტომაც, როდესაც გაწითლდება, გადამღები, ანუ ვიდეო რეკორდერი ვერ შეძლებს ვიდეოს ბოლომდე გადაღებას. ამიტომაც უბრალოდ გეუბნებით, რომ უნდა დაელოდოთ აი აქ 100%-ამდე ასვლას, შემდეგ კი უბრალოდ გათიშოთ და შეამოწმოთ თქვენი, ასე ვთქვათ, C-დისკი. აი მაგალითად ეხლა გაჩვენებთ მე ამ მომენტისთვის ჩემს C-დისკზე არის 159 გიგაბაიტი თავისუფალი ადგილი და გაწმენდის შემდეგ ისევ გადავიღებ ვიდეოს და გაჩვენებთ თუ რამდენი გიგაბაიტი არის ცარიელი ჩემს კომპიუტერში, ანუ რამდენი დაემატა მას გაწმენდის შემდეგ. ესეც ასე მეგობრებო, როგორც ხედავთ, დაამთავრა C-Cleaner-მა გაწმენდის პროცედურა. გავთიშოთ ეხლა ჩვენი ის და შევიდეთ ჩვენს კომპიუტერში. როგორც ხედავთ, ჩემთან 159 მეგაბაიტია ისევ, თუმცა მეგობრებო, აქ არის მეგაბაიტებით გადაცილებული, რადგანაც ჩემთან არ იყო გასაწმენდი გიგაბაიტების დონის ინფორმაცია, რადგანაც მე ეს ეხლახან ჩავატარე თვის დასაწყისში, ამიტომაც არ დაგროვებულა იმდენი ქეში და ასე ვთქვათ, არასაჭირო ფაილები, რომლებიც ძალიან დაეტყობოდა ჩემს კომპიუტერს. საბოლოო ჯამში კი მაინც გამოდის, რომ ნახეთ 160.000 კილობაიტი, ანუ დაახლოებით 160 გიგაბაიტი არის თავისუფალი ჩემს C-დისკზე ამ მომენტისთვის. უпростоრად 150 უკაცრავად ამერია ეხლა. და აი დღეისათვის სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რაც თქვენთვის მინდა და მესწავლებინა. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207